23 სხვა ტრალერი გადაურჩა ქარიშხალს და გაული შექმნილი იყო ბევრად უარესის გასაძლებლად. Რაღაცა სხვა მოხდა, რაც მის მოულოდნელ გაუჩინარებას ხსნის. ზოგი ამტკიცებს, რომ ტრალერი საბჭოთა წყალქვეშა ნავებს უთვალთვალებდა. შეიძლება ის ზღვაში შეაჩერეს, ეკიპაჟი ტყვე დაიყვანეს და გემი განზრახ ჩაძირეს. სხვები უფრო ბნელ სცენებს წარმოიდგენენ. საბჭოთა სამხედრო გემი ცეცხლს ხსნის, ან საზღვაო ნაღმი მყისიერად ანგრევს გემის კორპუსს. დიდი ბრიტანეთის ჰალში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა ვინმე, ვინც ამ ჩრდილოვან მისიაში იყო ჩართული და ყოველი უპასუხო კითხვა კიდევ უფრო აღვივებდა ჯორებს, სანამ შეთქმულება არ გახდა ერთადერთი ახსნა, რომელსაც ბევრი იჯერებდა. მართლა შტორმმა წაიღო გოლი, თუ რაღაც ბევრად უფრო საიდუმლო. ჩემი სახელია პოლ და მთელი ცხოვრება ზღვისკენ მიზიდავდა. ჯერ როგორც წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორი და იახტის კაპიტანი, ახლა კი როგორც მთხრობელი, რომელიც ოკეანის საიდუმლოებებს ერთმანეთთან აკავშირებს. სათევზაო გემ გოლის დაკარგვა მხოლოდ ზღვის კატასტროფა არ არის. ამ ეპიზოდში მინდა გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში სათევზაო გოლთან და რატომ დატოვა მისმა გაუჩინარებამ კითხვები, რომლებიც დღემდე უპასუხებლად დარჩა. სათევზაო გემი გოლი იყო, თანამედროვე ბრიტანული ღრმა ზღვის Stern ტრაულერი და ქარხნული გემი, რომელიც 1971 წელს Lowestoft-ის Brook Marine Limited-მა დაასრულა. გემი იყო 66 მეტრის სიგრძის და 12.3 მეტრის სიგანის. აშენებული იყო ფოლადისგან და სერტიფიცირებული იყო პინულის მესამე კლასით არქტიკულ ოპერაციებისთვის. 1929 კილოვატიანი ძრავა ამოძრავებდა ერთ პროპელერს მართვადი კორტის საკშენში, რაც დამატებით მანევრულობას აძლევდა გემს რთულ ზღვაში. თავდაპირველად გემს ერქვა Ranger Castory და რეგისტრირებული იყო North Shields-ში როგორც SN-18. გემი შეიძინა ბრიტანეთის გაერთიანებულმა ტრაულერებმა 1973 წელს. გადაერქვა გოლი H243 და ექსპლუატაციაში შევიდა Halley სპორტიდან. იქიდან ის შეუერთდა ფლოტს, რომელიც მუშაობდა არქტიკის ოკეანის ყინულოვან და მკაცრ წყლებში. თავის დროზე გოლი ითვლებოდა უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშად. მას ჰქონდა თევზის დაჯერის, გადამუშავების, გაყინვისა და შენახვის უახლესი აღჭურვილობა. გაგრილებული საცავებით, სადაც შეიძლებოდა დიდი რაოდენობით გადამუშავებული თევზის მოთავსება. მისი ტევადობა იყო 1106 ტონა და მასზე დამონტაჟებული იყო ყველა თანამედროვე სამაშველო მოწყობილობა, რაც საჭირო იყო. 6 სამაშველო ნავი, ჰიდროსტატიკური გათავისუფლებით, 4 სამაშველო რგოლი და თითოეული 36 ეკიპაჟის წევრისთვის სამაშველო ჟილეტი. და სწორედ აქედან იწყება ჩემი ინტერესი. დოკუმენტურად გოლი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სამრეწველო ტრალერი იყო, რომელიც ოდესმე მიცურავდა. თუმცა მე-19 და 64 წლის თებერვალში ის გაუჩინარდა საგანგაშო სიგნალის გარეშე. არც ერთი სამაშველო ნავი არ გამოუშვიათ. არც ერთი ეკიპაჟის წევრი გადარჩენილა. ჩემი კითხვა მარტივია. როგორ შეიძლებოდა ხომალდი, რომელიც ესეთი ინჟინერიითა და უსაფრთხოებით იყო აშენებული, ასე სრულად გამქრალიყო? ფლოტში მუშაობდა, სადაც სხვები გადაურჩნენ ქარიშხალს. ეს კითხვა იწვევს გამოძიებას. 1964 წლის 22 იანვარს გაული 36 ეკიპაჟის წევრით გაემგზავრა ნორვეგიის ბარენცის ზღვის მდიდარ თევზსაჯერ წყლებში. გაულს მეთაურობს კაპიტანი პიტერ ნელესტი, ხოლო მისი თანაშემწეა ჯორჯ პეტი. მოგზაურობის დროს პეტი ავადხდება და ნორვეგიაში მას მორის სპერჯენი ცვის. როგორც კაპიტანი ნელესტი, ასევე ახალი თანაშემწე სპერჯენი გამოცდილი თევზჭერის გემის მეზღვაურები არიან, მაგრამ გაულზე პირველად მიცურავენ. მეორე და მესამე თანაშემწეებიც ასევე ახალი არიან ამ გემზე. ნორვეგიაში მიმავალ გზაზე გაული ჩერდება და ასრულებს ავტომატური მართვის სისტემის შეკეთებას მთავარი მექანიკოსის თხოვნით. 29 იანვარს, როდესაც ამინდი ხელსაყრელია, გაული უერთდება თევზსაჯერ ფლოტს ბარენცის ზღვაში. 6 დღიანი თევზაობის შემდეგ გაული აზიანებს ტრალს და ცვლის მას სათადარიგოთი. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი გაუარესდა, თევზაობა შეუფერხებლად გრძელდება. ხუთშაბათს 7 თებერვალს 10 დღიანი თევზაობის შემდეგ გაული თავის სათვირთო განყოფილებაში 19 ტონა გაყინულ თევზის ფილეს ათავსებს. დილით ხომალდზე საჯის ტუბოში გაუმართავობა წარმოიშვა, მაგრამ ის მარტივად შეკეთდა. 10 საათსა და 30 წუთზე კომპანიის წესების მიხედვით გაული ბრიტანეთის გაერთიანებულ ტრაულერებს ატყობინებს კაპიტნის საყინული ანგარიშს, პოზიციის, ამინდის, პირობებისა და ნადავლის შეჯამებას. ანგარიში მზადდება ყოველდღე 10 საათსა და 30 წუთზე, 16 საათსა და 30 წუთზე და 23 საათსა და 30 წუთზე,
ხოლო ოფისში ზარი ხდება 9 საათზე. გაული თევზაობს ჩრდილოეთ კაპის ბანკზე თავის დაგემთან, ცელთთან ერთად. 15 საათსა და 30 წუთზე გაული რეკავს რჩევისთვის საჯის ავტომატური პილოტის კონტროლის პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის შემდეგ სხვა ზარი აღარ შემოსულა. ამიტომ ოფისი ფიქრობს, რომ პრობლემა მოგვარდა. ბარენცის ზღვაში ამინდი უარესდება. ძლიერად თოვს წლის იმ პერიოდში, როცა თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუდმივად ბნელა. რადგან ხილვადობა უკიდურესად ცუდია, ცელტი და გაული ერთმანეთს შორდებიან, როცა გაული ჩერდება თავისი ტრალის ბადის ამოსაღებად. 20 საათსა და 30 წუთისთვის ცელტს სრულიად დაუკარგავს თვალთა ხედვიდან გაული. 23:30-ზე კაპიტანი ნელისი იტყობინება, რომ გაულს უწევს გაჩერება ბადის შესაკეთებლად, რომელიც სერიოზულად დაზიანდა. თებერვლის 8 რიცხვში 02:00 საათზე ამინდი და ზღვის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ჩრდილოეთ კეიპის ბანკში მოქმედი თევზსაჯერი ფლოტი, მათ შორის გოლი, იძულებულია შეწყვიტოს თევზჭერა და გემები მაქსიმალურად უძრავად შეინარჩუნოს ამინდის მიმართულებით. ეს არის უსაფრთხო პრაქტიკა საზღვაო ხომალდებისთვის, რომ გადალახონ რთული ამინდი და ტალღები პირდაპირ გვერდიდან ან გემის პორტიდან არ მიიღო. დილის 09:00 საათზე ოფისის განრიგის დროს გოლი იტყობინება, რომ გაჩერებულია და ტალღებს არიდებს. რამდენიმე წუთის შემდეგ სვანელა, კიდევ ერთი საყინულე ტრალერი, ხედავს გოლს დაახლოებით 3-დან 4 მილში, სახიფათო მდგომარეობაში, მძაფრ ზღვაში, როდესაც მისი გვერდი ან ბორტი პირდაპირ ქარსა და ტალღებს უპირისპირდება. გემი, რომელიც გვერდულად დგას ქარსა და ტალღებზე, უფრო მეტად ირწევა გვერდიდან გვერდზე, როცა ტალღის ხრმულსა და მწვერვალს გადის. განსაკუთრებით მძიმე პირობებში ესეთი რწევის შედეგად ხომალდი შეიძლება გადაბრუნდეს. მე ეს რწევა ადრე მიგრძნია. ის უმწეო რწევა, როცა ტალღა გვერდიდან გიდევს. ეს ისეთი მოძრაობაა, რომ ყველა მესხვაურს გული უვარდება, რადგან გახსენებს, რამდენად მცირე კონტროლი გაქვს სინამდვილეში. სვინელა უსაფრთხოებისთვის ქარს უპირისპირდება, ხოლო გაული მის მარჯვენა ცხვირზე ან სვინელას მარჯვენა წინა მხარესაა, როცა ორივე ხომალდი წინ მიიწევს. ქარები საათში 50 მილამდე ქრის. სვანელა ვიეჩეპით უკავშირდება გაულს, რომ შეამოწმოს როგორ არიან. გაული პასუხობს, რომ გზიდან გადავლენ და კურსს შეცვლიან, რათა ნაპირთან უფრო ახლოს მივიდნენ. გაული მარცხნივ ტრიალებს, რომ ამინდის მიმართულებით იაროს, ქარი და ტალღები პირდაპირ კიჩოს უკან რჩება. ის სვინელას დაახლოებით 1 მილის დაშორებით მარჯვენა ბორთან გვერდით ჩაულის. როდესაც გაული ჩაულის, სვინელა არაფერს უჩვეულოს ვერ ამჩნევს. Outside etc. მე ორ skilled nations with sea recruitment. და ატყობინებს, რომ გაჩერებულია და ტალღებს არიდებს. ამინდის პირობები კვლავ უარესდება. ტალღების სიმაღლე მნიშვნელოვნად მერყეობს, 6.5-დან 9 მეტრამდე. ქარის სიძლიერე ზოგჯერ მეათე ბალად არის შეფასებული. მეათე ბალი ბოფორტის ქარის სიძლიერის სკალაზე ქარიშვლად ითვლება. ქარის სიჩქარეა 48-დან 55 კვანძამდე, ანუ 60 მილი საათში. ზღვის მდგომარეობა ასეთ დროს გამოირჩევა ძალიან მაღალი ტალღებით, გრძელი გადმოკიდებული წვერებით და დიდი ქაფის ლაქებით. მძიმე თოვლი, რომელიც მეორე დღეა უწყვეტად ცვივა და მუდმივი სიბნელი ამცირებს ხილვადობას, რის გამოც ტალღების დანახვა ენეტიკლებელია მანამ, სანამ ისინი გემს არ დაარტყამენ. 11 საათი და 6-დან 11 საათი და 9 წუთამდე გოლი აგზავნის ორ პირად ტელეგრამას. 11-სა და 11:30 შორის 3 უზარმაზარი ტალღა დაარტყა სვინელას. დარტყმა ამრუდებს ინჟინრის დერიკს ხიდის წინა ნაწილში და ხომალდს კურსიდან აცილებს. 11:30-ზე რეგიონში მყოფი ბრიტანეთის გაერთიანებული თროულერის ყველა 15 გემი ანგარიშს აბარებს, გარდა გოლისა. მეორე დღეს, თებერვლის 9 რიცხვში, დილის 9 საათზე გოლი ანგარიშს არ აბარებს. ის კვლავ ვერ აბარებს ანგარიშს შემდეგი ანგარიშგების გრაფიკებზეც. რადგან ეს უჩვეულო არ არის აღნიშნავენ, მაგრამ დამატებით ზომებს არ იღებენ. მეორე დღეს გოლი კვლავ ვერ აბარებს ანგარიშს. ამჯერად ცდილობენ გემთან დაკავშირებას და რადგან გოლთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ამის შესახებ ინფორმირებულია დიდი ბრიტანეთის თევზმჭერი გემების ურთიერთდაზღვევის კომპანია. თებერვლის 10 რიცხვის საღამოს დაზღვევის კომპანიის აგენტი ტრომსოში აფრთხილებს ნორვეგიის სანაპიროსთან მყოფ თევზმჭერ გემებს, რომ გოლი დაკარგულია. ასევე გაფრთხილებულია ბრიტანეთის ფრეგატი HMS Mohawk. მომდევნო დღეს 09:25 საათზე დაზღვევის კომპანია აგზავნის რადიო შეტყობინებას, სადაც თხოვს ყველა გემს აცნობონ ნებისმიერი კონტაქტის შესახებ გოლთან, რომელიც ბოლოს 3 დღის წინ ნახეს თევზაობისას ნორთბანკზე. 12 საათსა და 35 წუთზე ბოდო სამაშველო კოორდინაციის ცენტრი სრულ მზადყოფნაში გადადის. ჰაერისა და ზღვის საძიებო ოპერაცია 4 დღის განმავლობაში გრძელდება.
მოიცავს 177,000 კვადრატული მილის ფართობს და მასში მონაწილეობენ მრავალი გემი და თვითმფრინავი, მათ შორის ნატოს სულთნებიდან გამოყოფილი რესურსები, რომლებიც ფართო ტერიტორიაზე ტარდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ერთ გემს ეძებთ ოკეანის იმ ნაწილში, რომელიც ბრიტანეთზე დიდია. როგორც მეზღვაური და ნავიგატორი, მე ყოფილ ვარ წყლებში, რომლებიც უსასრულოდ გეჩვენება და ასეთი მასშტაბი ძებნას თითქმის შეუძლებელს ხდის. ძებნაში მონაწილეობენ ავიამზიდი HMS Hermes-ი, HMS Mohawk-ი, ფლოტის ტანკერი RFA Tideflow, ნორვეგიის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის 4 გემი და 23 ტრალერი. ძებნაში ასევე გამოიყენება ნიმროდის და ორიონის შორ მანძილზე მოქმედი საპატრულო თვითმფრინავები და საძიებო ვერტმფრენები. თებერვლის 15-ის შუადღეს გოლის კვალი ვერ აღმოაჩინეს და ძებნა შეწყვიტეს. 1974 წლის მაისში გოლის გაუჩინარებიდან 3 თვის შემდეგ ნორვეგიულმა ვეშაპჯერმა როვერმა გოლის სამაშველო რგოლი იპოვა. სხვა ნამსხვრევები არ აღმოუჩენიათ. სექტემბერში ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ გოლის ოფიციალური გამოძიება იწყება. მტკიცებულებებს ისმენს 48 მოწმე, ხოლო კიდევ 12-დან იღებენ წერილობით ჩვენებებს. მათ შორის არიან გარდაცვლილთა ახლობლები, ექსპერტი მოწმეები და საზოგადოების წევრები, რომლებიც მიმართავენ ვაჭრობის დეპარტამენტს, ბის დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოებაზე. გამოძიების მთავარი შეზღუდვა არის ის, რომ ნამსხვრევებიდან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა მაშველი რგოლისა. არ არის ჩაწერილი არანაირი საგანგებო ზარი. ზედაპირზე არ აღმოჩენილა ნავთობი და ნამსხვრევების ზუსტი მდებარეობა უცნობია. გამოძიების ერთადერთი ინფორმაცია მოდის ჩუტების, კარებებისა და ლუქების მოვლიდან გაულის დაგემზე, პურწზე, რომელიც გაულის ნაცვლად შეამოწმეს. რადგან ნამსხვრევები არ არსებობს, არც ეკიპაჟის წევრები ან მოწმეები დარჩენილან, შეუძლებელია მტკიცე დასვნების გამოტანა გაულის ჩაძირვის მიზეზზე. 1964 წლის ოქტომბერში ოფიციალური გამოძიება ასკვნის, რომ გაულის დაკარგვის ყველაზე სავარაუდო მიზეზი გიგანტური ტალღების მიყოლებით გვერდიდან დაჯახება. გემი იღებს წყალს, კარგავს ამოთივთივების უნარს და იძირება იმ მძიმე ამინდის პირობებში, როდესაც ხომალდი გაუჩინარდა. ქარის სიჩქარე 10 ბალამდე აღწევდა, ხოლო ტალღები 12 მეტრზე მეტი სიმაღლის იყო. ეკიპაჟის ოჯახები უარყოფენ ამ ახსნას, რადგან იმ დღეს ჩრდილოეთ Cave Banks-ზე თევზაობდა კიდევ 23 ტრალერი, რომლებიც გადაურჩნენ ძვინვარე ქარსა და ტალღებს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ საზღვაო უსაფრთხოების ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ გაული შექმნილი იყო მსგავსი პირობების გასაძლებად და ამინდი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ჩაძირვის მიზეზი ყოფილიყო. ეკიპაჟის ოჯახებს ეჭვია აქვთ, რომ გაული საბჭოთა წყალქვეშა ნავებზე ჯაშუშობდა. ვარაუდობენ, რომ საბჭოთა წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა გაული გააჩერა და მასზე ავიდა. ეკიპაჟი ტყვე დაიყვანა და გემი ჩაძირა. ოჯახებს აინტერესებთ, ცოცხლები არიან თუ არა მათი საყვარელი ადამიანები და პატიმრობაში ხომ არ იმყოფებიან. სხვები ფიქრობენ, რომ გაულს შეიძლება საბჭოთა სამხედრო გემი დაესხა თავს და ანტიგემის რაკეტით ან ცეცხლსასროლი იარაღით გაანადგურა, რაც ახსნიდა, რატომ არ გაუგზავნია ეკიპაჟს საგანგებო სიგნალი. მოწმეების ნათქვამი შეიძლება გარკვეულწილად სარწმუნო იყოს ცივი ომის პიკზე. ბრიტანეთის მთავრობას თევზმჭერი გემების ეკიპაჟებისთვის ბარენცის ზღვაში ოპერირებისას უთხოვია, რომ საბჭოთა გემების დანახვის შემთხვევაში შეეტყობინებინათ. მთავრობა იმდენად შორს წავიდა, რომ ეკიპაჟებს სპეციალურად სურთნიდა და კამერებითა და სხვა სადაზვერო აღჭურვილობით ამარაგებდა. ჰალის მჭიდრო თევზმჭერი საზოგადოების ბევრ ადამიანს ჰყავდა მეგობრები ან ნათესავები, რომლებიც ამ ჯაშუშურ ქსელში იყვნენ ჩართული. 1975 წელს ტელევიზიის ერთმა გადაცემამ განაცხადა, რომ გოლი ჯაშუშობის დროს ჩაიძირა. სხვა თეორიების მიხედვით გოლი შეეჯახა ბრიტანულ ან საბჭოთა სამხედრო გემს და ჩაიძირა, ან და საზღვაო ნაღმს დაეჯახა, ან ბადეები წყალქვეშა კაბელებზე გამოედო და ამის გამო გადაბრუნდა. 1975 წლის 15 ნოემბერს ნორვეგიულმა ტრალერმა რაირომ განაცხადა, რომ მისმა ბადემ წყალქვეშა დაბრკოლებას გამოედო ნორვეგიის სანაპიროდან 60 მილის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, სადაც გოლი გაუჩინარდა. მიუხედავად რაიროს ანგარიშისა და სხვა მსგავსი ინფორმაციისა, ტრალერების ბადეების გამოედების შესახებ ბრიტანეთის მთავრობა მაინც უარს ამბობდა ნამსხვრევების ძებნაზე. მათ მიზეზად დაასახელეს ნამსხვრევების ამოღების მაღალი ხარჯი. ბარენცის ზღვაში მძვინვარე ზღვის პირობებში სამაშველო ეკიპაჟებისთვის არსებული საფრთხე და სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო ნამსხვრევების პოვნასთან იმ ტერიტორიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის მრავალი ნამსხვრევი იყო. მთავრობის უარმა ნამსხვრევების ძებნაზე გააძლიერა ეჭვები, რომ ბრიტანეთის მთავრობა რაღაცას მალავდა, რამაც გამოიწვია შეთქმულების თეორიების გავრცელება. 1967 წლის აგვისტოში
ანგლიის ტელევიზიამ და ნორვეგიულმა სატელევიზიო კომპანიამ გაგზავნეს გადამღები ჯგუფი ნორვეგიელ სამაშველო ექსპერტებთან ერთად, რათა ეპოვათ გაულის ნამსხვრევები. ისინი საწყის წერტილად იყენებენ ნორვეგიული ტრალერის, რაიროს ანგარიშს. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ისინი იყენებენ გვერდითი სკანირების სონარს, რათა მოძებნონ ნამსხვრევები. გვერდითი სკანირების სონარს შეუძლია ზღვის ფსკერიდან ამოწეული ობიექტების ან ნიშან-თვისებების დაფიქსირება. სონარი გამოსცემს ხმოვან ტალღებს, რომლებიც აირეკლება ფსკერიდან და ნებისმიერი ობიექტიდან, რომელსაც ეს ტალღა შეეხება. არეკლილი ხმოვანი ტალღები შემდეგ სონარის მიერ აღიქმება, რაც ზღვის ფსკერის გამოსახულებას ქმნის. ეს მოწყობილობა ხშირად გამოიყენება სავარაუდო გემის ნამსხვრევების საპონელად. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ჯგუფი პოულობს პერსპექტიულ ობიექტს. დისტანციურად მართვადი აპარატი, ანუ ROV, ეშვება ადგილზე და მიხავთ ობიექტთან ახლოს, რათა სცადონ მისი იდენტიფიცირება. 280 მეტრის სიღრმეზე ROV პოულობს ტრაულერის ნამსხვრევებს, რომელიც მარჯვენა ბორტზეა გადახრილი, ანუ გემის მარჯვენა მხარეს და მასზე კვლავ გადაფარებულია სათევზაო ბადეები. ROV მიემართება ცხვირისკენ, რათა შეამოწმოს, ჩანს თუ არა გემის სახელი. როდესაც კამერა მოძრაობს, ცხვირზე ჩნდება ასოები და გემის სახელი გოლი მკაფიოდ ჩანს. ვიდეო მასალა ატარებს ისეთ სიმძიმეს, რომლის აღწერაც საკმაოდ რთულია. გემი, რომელიც ათწლეულებია დაკარგულია, შეუფერხებლად განისვენებს, თითქოს ზღვის სიღრმე აშკარად ინახავს საიდუმლოს. მე მყვინთავი ვარ ჩაძირულ გემებზე და ყოველთვის გრძნობ კავშირს მათ ისტორიასთან, მაგრამ როცა ეს ისტორია წლების განმავლობაში დაფარულია, შეგიძლია იბრძნო ყველა იმ დაკარგული სიცოცხლის სიმძიმე. საბოლოო მტკიცებულებისთვის, გუნდს სჭირდება იპოვოს ორიგინალი მწარმოებლის სახელფირდატა. დისტანციური მართვის აპარატი მიყვება მოაჯირს და მიემართება ხიდის ცენტრისკენ. ხიდის ცენტრალური ფანჯრის ქვემოთ ისინი პოულობენ ფირფიტას წარწერით. ბრუკ მარინი, რეინჯერ კასტრი, ხომალდის ორიგინალური სახელი. ნანგრევის გამოკვლევა შეზღუდულია, მაგრამ საკმარისია იმის დასანახად, რომ ხიდს დაზიანება არ აქვს და ფანჯრები უცვლელია, რაც გამორიცხავს აფეთქებას, ძლიერ შეჯახებას ან იარაღის ნებისმიერი ფორმით თავდასხმას. ზედნაშენიც დაუზიანებლად ჩანს. 1987 წლის 6 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის Channel 4-ის სატელევიზიო გადაცემა Dispatches აჩვენებს გოლის საიდუმლოებებს აღმოჩენის შედეგებით. გადაცემაში შედის ყოფილი სამეფო საზღვაო ძალების პერსონალისა და ყოფილი თევზმჭერი გემის ეკიპაჟის წევრების ჩვენებები, რომლებიც კამერაზე აცხადებენ, რომ ისინი ჯაშუშობას ეწეოდნენ და რომ ეს ქსელი ინგლისის ქალაქ ჰალში იმართებოდა. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ გოლზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ იყო ჩართული ჯაშუშობაში მის ბოლო მოგზაურობის დროს. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ საზღვაო ავარიების გამოძიების განყოფილებას სთხოვეს გადაეხედა მასალისთვის, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ახალი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა, რატომ ჩაიძირა გოლი. დამუშავებული ვიდეო ფირი დეტალურად შეისწავლეს, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა, რაც ახსნიდა, რატომ ჩაიძირა ხომალდი. საზღვაო ავარიების გამოძიების განყოფილება ასკვნის, რომ მიზეზის დასადგენად საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევა. ვიცე-პრემიერმა უბრძანა ჩაძირული ხომალდის წყალქვეშა გამოკვლევა. 1998 წლის აგვისტოში საზღვაო ავარიების გამოძიების განყოფილება იწყებს გაულის წყალქვეშა გამოკვლევას. BBC North-სა და გაულის ოჯახების ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად. გამომძიებლები უშვებენ ROV-ს მოტორიანი ხომალდიდან, მენსელი 18-დან, რათა ჩაატარონ გამოკვლევა და შეაგროვონ დეტალური ვიდეო და ფოტომასალა ჩაძირული ხომალდის შესახებ. კადრებიდან მიღებული ძირითადი მიგნებები აჩვენებს, რომ რამდენიმე წყალგაომტარი ლუქი და კარი ღიაა. კერძოდ ინარჩენების არხების გარე უკუპასების სარქველები და შიდა საფარები. გემის საჭის მექანიზმი მიმართულია 10-დან 15 გრადუსამდე მარცხნივ, ანუ მარცხენა მხარეს. კადრებში ასევე ჩანს მნიშვნელოვანი წნევისგან გამოწვეული დაზიანება ნანგრევის ცხვირის ნაწილში, სავარაუდოდ ოკეანის ფსკერთან შეჯახების შედეგად. და გემი მდებარეობს 35 გრადუსით გადახრილი, დაახლოებით 280 მეტრის სის სიღრმეზე, ნაწილობრივ დაფარულია სათევზაო ბადეებით. გაუნციებლები იტანებენ ROV-ს, რომ პატარა კამერა შეიტანონ კაიუტებში, ღია პორტალებიდან და სცადონ ნარჩენების პოვნა, მაგრამ ვერაფერს პოულობენ. ხიდი დაზიანებული არ არის და მისი ფანჯრები გადახილი არ არის. ამიტომ გამომძიებლები გამორიცხავენ შეჯახებას. ისინი არ პოულობენ არანაირ უჩვეულო დაზიანებას გემის კორპუსზე ან აფეთქების მტკიცებულებას, რაც თითქოს ამყარებს თეორიას, რომ წყლის ჩაღვრას დიდი ტალღები და ღია ლუქები გამოიწვია. გამომძიებლები თავიანთ დასკვნებში მთავარ მიზეზად შემთხვევით დატბორვას ასახელებენ და არა ისეთ თეორიებს, როგორიცაა შეჯახება, აფეთქება ან ჯაშუშობა. 2002 წელს საზღვაო ავარიების გამოძიების სამსახური ატარებს მეორე, უფრო ფართომასშტაბიან წყალქვეშა კვლევას.
ისინი იღებენ ასობით საათის ვიდეო მასალას ხომალდის ექსტერიერისა და ინტერიერის შესახებ. ამჯერად გამომძიებლები პოულობენ ეკიპაჟის 4 წევრის ბიოლოგიურ ნაშთებს, რაც ჩემი აზრით საოცარია 25 წლის წყალქვეშ ყოფნის შემდეგ. ნაშთები ადასტურებს, რომ ეკიპაჟი გემზე იყო ჩაძირვის დროს და გამორიცხავს კიდევ ერთ შეთქმულების თეორიას. გამომძიებლები ასევე ქმნიან გოლის მასშტაბურ მოდელს და ატარებენ ტესტებს ოკეანოგრაფიის ცენტრში. ტესტები ქმნის წარმოდგენას იმ პირობებზე, რომლებმაც შესაძლოა გემი ჩაძიროს. წყალქვეშა კვლევების მტკიცებულებების გადახედვის შემდეგ, საზღვაო ავარიების გამოძიების განყოფილებას უკვე აქვს საკმარისი მასალა ახალი ოფიციალური გამოძიებისთვის. ისინი აანალიზებენ წყალქვეშა ვიდეო მასალას, კარებისა და ლუქების ფიზიკურ მდგომარეობას და სასამართლო ექსპერტიზის შეფასებებს. წინა ჩვენებები კითხვებს აჩენს ხომალდის მოვლასთან დაკავშირებით. ზეთის გაჟონვამ ტრალერის ძრავა გამორთო. წყალი ქარხნის გემბანზე ნარჩენების დონემდე აღწევდა, რადგან შლანგები ჩართული რჩებოდა და ტუმბოები თევზით იყო გაჭედილი. ეხლა ხელახლა განიხილავენ ინსპექციის ანგარიშს გოლის და გემზე. ანგარიში აჩვენებს, რომ წყალგაუმტარი კარები და ლუქები სწორად არ იკეტება ჟანგისა და საღებავის დაგროვების გამო, რის გამოც ისინი მუდმივად ღიაა დატოვებული. შესაძლოა გოლსაც მსგავსი პრობლემები ქონოდა ლუფებსა და კარებთან. გამოძიება ასევე ხაზს უსვამს, რომ გოლი არის ქარხნის ტიპის გამფრინავი გემი, სადაც დაჭერილი თევზი გაიწმინდება და ფილეებად იჭრება გაყინვამდე. ეს ნიშნავს, რომ მისი კონსტრუქცია რთულია, რადგან აერთიანებს როგორც ქარხნის გემბანს, სადაც ეკიპაჟის ნაწილი თევზს სამუშავებს, ასევე ჩუტების სისტემას, სადაც ფილეებისგანსგან დარჩენილი ნარჩენები ბადეებში ამოაქვთ და ზღვაში აგდებენ. გოლის ახალი კაპიტანი გამოცდილებას ფლობდა გოლის ზომის მსგავსი ტრალერებზე მუშაობაში. თუმცა მის წინა გემებზე თევზს უბრალოდ იჭერდნენ და ყინავდნენ, ფილეებად დაჭრისა და დამუშავების გარეშე. არც ქარხნის გემბანია და არც ნარჩენების ჩუტების სისტემა. მთელი თევზის საყინულე ტრალერებზე ხიდიდან მხოლოდ ერთი მთავარი ლუქი ჩანს, რაც კაპიტნებს უადვილებს ნახონ, დახურულია თუ არა იგი. გოლზე ნარჩენების ჩუტების სისტემის გამო, რამდენიმე ლუქის დახურვაა საჭირო, რომ შტორმის დროს წყალგაუმტარი დალუქვა შეიქმნას. ეს ზრდის დატბორვის რისკს, მაგრამ ბრიტანეთის გაერთიანებულ ტრალერებს კაპიტნისა და ეკიპაჟისთვის განახლებული მომზადება არ აქვს. 2004 წლის 17 დეკემბერს ხელახლა გახსნილმა ოფიციალურმა გამოძიებამ დაასხნა, რომ ტრალის გემბანზე ნარჩენების ჩუტები ღია იყო დატოვებული, რის გამოც ქარხნისა და გადამამუშავებელ სივრცეში 100 ტონამდე ზღვის წყალი შევიდა. როდესაც გაულის მორიგი ოფიცერი ცდილობს საგანგებო მანევრს, რომ გემი ზღვაში შეაბრუნოს, ან ტალღებს პირდაპირ შეეჯახოს. შეჭრილი წყალი გემის მარჯვენა, ანუ სტარბორდის მხარეს გადადის, რაც კატასტროფულ სტაბილურობის დაგარგვას იწვევს. გაული გადაბრუნდა და კიჩოს მხრიდან ჩაიძირა. ეკიპაჟს სიგნალის გაგზავნის დრო არ ჰქონდა. ეს დეტალი არ მასვენებს. საგანგებო ზარის დრო აღარ არის. მხოლოდ ზღვის სიჩუმეა, რომელიც ყველაფერს შთანთქავს. ამ მოულოდნელობის წარმოდგენა მძიმედ მოქმედებს. ამ თეორიას ადასტურებს მასშტაბური მოდელების ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია წყალს გემს გამოუსწორებლად დაურღვიოს მდგრადობა. ანგარიში ასევე უარყოფს მოსაზრებას, რომ გოლი ჯაშუშობაში ან შეჯახებაში იყო ჩართული და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ გოლი თევზაობდა ჩაძირვის დროს, რაც მიუთითებს, რომ ბადე არ გაჩხერილა. გოლის დაკარგვა კვლავ ბევრ კითხვას ტოვებს. ქარიშხალი მძაფრი იყო, მაგრამ სხვა გემებმა შეძლეს გადარჩენა. ავარიის ადგილზე გამომძიებლებმა იპოვეს ღია კარები და ჩუტები, რომლებმაც შეიძლება რამდენიმე წუთში უზარმაზარი რაოდენობის წყალი შეეყვანა ქარხნის გემბანზე. ეს მოულოდნელი სიმძიმე ხომალდს გვერდზე გადახრიდა და გადააბრუნებდა, სანამ ეკიპაჟი რეაგირებას მოასწრებდა. ეს ერთი მიზეზი არ არის, მაგრამ ეს არის საუკეთესო სურათი, რაც გვაქვს. პატარა შეცდომები ერთად გაერთიანდა და კატასტროფად იქცა, ხოლო ოკეანე ამ საიდუმლოს ინახავს. გოლის ისტორია ისეთივეა, როგორც ბევრი ზღვის ამბავი. კატასტროფები იშვიათად ხდება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. ხშირად ეს არის პატარა ხარვეზების ჯაჭვი, ისეთი როგორიც უამრავ ავარიის ანგარიშში მინახავს. სარქველი, ჯანჯიკი, განგაში. თითოეული მათგანი ცალკე უმნიშვნელოა, სანამ ოკეანე მას კატასტროფად არ აქცევს. როგორც მღვინთავმა და მეზღვაურმა, ბევრი საათი დამიხარჯავს იმ პატარა შემთხვევებზე ფიქრში, რომლებიც ჩემს თავგადასავლებში შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებულიყო. გოლის და მისი 36 ეკიპაჟის დაკარგვა ბრიტანეთის კომერციული თევზჭერის ინდუსტრიის ყველაზე მძიმე მშვიდობიანი პერიოდის კატასტროფად რჩება. გოლის დაკარგვა გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ოკეანეს გემი გაფრთხილების გარეშე თავის სიღრმეებში ჩაითრიოს, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა მყიფე ინჟინერია დაუძლებელ ძალას შეეჯახა.
ჩვენ შემდეგ ისტორიაში ვნახავთ, როგორ გაუძლო ცივი ომის რადარის კოშკმა, ტეხას 4-მა, ატლანტიკის ოკეანეს მანამ, სანამ სხვა საბოლოოდ არ დაშალა იგი. მოემზადეთ შემდეგი ვიდეოსთვის, რომელიც მალე გამოვა.